წამალს და გადასახადებს რო გადავიხდი, პურის ფული აღარ მრჩება საერთოდ. მწვანილი, ნიორი, ბადრიჯანი, მწვანე ლობიო, კივი, კომბოსტო, ბრინჯი და კიტრი ეს არის პროდუქტები, რომლებზეც ფასები დეკემბრის თვეში თითქმის გაორმაგდა. ზოგიერთ მათგანზე 17%-იანი მატება დაფიქსირდა. საახალწლოს მოსახლეობას პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები რეკორდულად გაძვირებული და ხვდა ხალხი ამბობს, რომ საახალწლო სუფრაზე ყველაფერი მოზომილად იყიდეს, რადგან გაძვირებული პროდუქტების ყიდვას ვერ შეწყვნენ. ბევრია საახალწლოს ყველაფერი იყო მომატებული. არა რეალური ფასად. ყველა ადამიანს უკვე უჭირს რომ რაღაცა იყოს, რადგან ახალი წელი. პენსიონერი კაცი ვარ და ჩემთვის ძალიან მიჭირს წამალი ვიყიდო, წამლებით გაძვირებულია და ყველაფერი. საჭმელზე ხო საერთოდ ლაპარაკი არა. ვერ აყიდებ. არა რეალური ფასებია. ახალ წელს ყველას რომ უნდა კარგი სუფრის გაშლა, მე მგონი ეგრე არ უნდა იყოს. ხილმაც მოიმატა და ყველაფერი. დიხელფასი არა გაქვს და პენსიებიც დაბალი არის, ძალიან რთული არის. სკოლაში ვმუშაობ, 3 შვილი მყავს და არ ყოფნის 2 კვირა თუ გვეყო ეს კიდევ კარგია რა, ნამდვილად ძალიან დიდი ფასებია. ამ ახალ წელს განსაკუთრებით არის მომატება. განსაკუთრებით ნამდვილად. ხილი ელემენტარული რაც აუცილებელია ბავშვებისთვის, ესეც კი მინიმალური რაოდენობით ვიყიდეთ. საარსებო მინიმუმია ალბათ ის რაც არის ჩვენი ხელფასი იმ ფასებთან შედარებით. დეკემბრის თვეში მოიმატა ოქროს ფასმაც 958 სინჩის ოქროს ბეჭედი 28%-ით არის გაძვირებული. 23%-ით მოიმატა თვითმფრინავით მგზავრობამ, სატრანსპორტო მომსახურებამ და ტრანსპორტის ექსპლუატაციამაც კი. ხალხს საკვები პროდუქტების გარდა დეკემბრის თვეში უფრო მეტის გადახდა მოუწია პირადი მოხმარების, ჰიგიენის ნივთებზეც, თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე. წამლები და გადასახადში არ მყოფნის 71-75 წლისა. არ მყოფნის არაფერში შვილი. მეხმარებიან შვილები, თორე ალბათ ან ვერ გავთბები ზამთარში, ან წამალს ვერ ვიყიდი. სიგარეტის ეწევა შვილიშვილი ძალიან ძვირია და კიდე ძვირდებაო აქციზის ფასი. სოციალური ფონი რომ ასე რომ ძვირდება და პროდუქტი რომ აძვირი, მე ყველაფრის გაძვირება ხდება და ვეღარ ახდენს ადამიანის სხვა რაღაცაზე ორიენტირება. მხოლოდ დეკემბრის თვეში ფასებმა მოიმატა ჯანდაცვაზეც გაძვირდა სამედიცინო პროდუქცია. 4%-მდე მოიმატა ამბულატორიული მომსახურების გადასახადმა გაძვირდა სამედიცინო აპარატურაც მოსახლეობას გეგმურ საჭირო კვლევებზე სიარული და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა უჭირს თუ კვლევები ჩაიტერეს რთული არის გაძვირებული მედიკამენტების ყიდვა. და ფიქსირდება ჯანდაცვის მიმართულებით ეს მეორე ძალიან სენსიტიური ესე ვთქვათ ნაწილი არის სამოხმარო ფასების ინდექსისა, რაც მძიმე დაისახება როგორც მოწყვლად ფენაზე, ასევე რასაკვირველია მოსახლეობის დიდ ნაწილზე. ყველაზე მეტი განშლა მოსახლეობაზე სწორედ ჯანდაცვას და სურსაც აქვს და სწორედ ამ ნაწილში გვაქვს ინფლაცია. მოსახლეობის შემოსავლები არის ესე ვთქვათ მწირი და განსაკუთრებით როდესაც 600,000 მოქალაქეზე მეტი ჰყავს სიღარიბის ზღვარზე, ეს მასზე აისახება საკმაოდ ნეგატიურად. ეკონომისტები ინფლაციის მაღალი მაჩვენებლისა და გაძვირებული ფასების მიზეზად ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ და პოლიტიკურ კურსს ასახელებენ. სანქცირებული მთავრობის მეთაურობის პირობებში ქვეყანაში ნაკლები დოლარი და ინვესტიციების შემოედინება, რის გამოც პროდუქტებზე ფასების ზრდა გარდაუვალი ხდება. მთავარი საფინანსო ვალუტა სწორდება დოლართან მიმართებაში და როდესაც გაქვს დოლარის შემქმნელ სახელმწიფოსთან ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემა, ეს თავისთავად გამოიწვევს საქართველოში ვალუტის შემოდინების შემცირებას, ინფლაციას და ფასების ზრდას. როდესაც საქართველოში ყავს სანქცირებული ხელისუფლება, ეს ერთგვარად ქმნის საკმაოდ მძიმე ეკონომიკურ რეალობას იმ კუთხით, რომ რეპუტაციული ზიანი და მათ შორის სამართლებრივი ზიანი ადგება ქვეყანას. აქციზის გადასახადის ზრდა გადაწყვიტა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ საბიუჯეტო შემოსავლები გაეზარდა, ეს თამბაქო იყო ეს საწვავი, ნავთობპროდუქტები, ალკოჰოლი და ასე შემდეგ. თქონდა დაემატა არასწორი საგარეო პოლიტიკა. დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ინფლაცია 1,9% იყო. ფასების კლება მხოლოდ რამდენიმე მომსახურებაზე აისახა. ძირითადი მოხმარების პროდუქტებს კი ისედაც გაჭირვებული მოსახლეობა რეკორდულად ძვირ ფასებში ყიდულობს.